დღეს დილიდან ოსლოს დედაქალაქში ჩვენ ჩვეულებრივზე მეტი პოლიციელი შევნიშნეთ, ისინი წესრიგის ასაცავად დღესაც იარაღის გარეშე არიან გამოსული. ამ კუთხით ქვეყანაში თითქმის არაფერი შეცვლილა ტერაქტის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს დაცვა დაუნიშნეს. ამის მიუხედავად დედაქალაქში ბუჯაში შეიძლება შევხვდეთ მინისტრი, რომელიც მარტო ველოსიპედით გადაადგილდება. ამბობენ, რომ ნორვეგიელები, როდესაც ვესაუბრებით ჩვენ, ამბობენ, რომ მთავარია სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ ის წერილები, რომელსაც ციხეში ანდრეს ბრეივიკი იღებს, ცნობილია მისი ადვოკატისგან, რომ ბრეივიკს მოსდის ყოველდღიურად 800-მდე წერილი და მათი უმრავლესობა არის რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. პოლიციამ გასულ კვირას ნორვეგიაში ოსლოში გამართა ბრიფინგი, ეს იყო ანგარიში მოსახლეობის მიმართ და მათ შეაჯამეს გადარებული ღონისძიებები. განაცხადეს, რომ შარშადელისგან განსხვავებით ყავთ მეორე ვერტმფრენი, თუმცა ვერ მოახერხეს დღემდე მეორე პილოტის დაქირავება. ჩვენ ვრჩებით ოსლოს ცენტრში და მოგიყვებით ის განმავლობაში თუ რა მოხდება.